რა კავშირი აქვს ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ სოფელ გომთან მდებარე საროსკიპოსთან და მფარველობს თუ არა არალეგალურ ბიზნესს ვალერი გელაშვილი. პროსტიტუცია და სექსმუშაკების მომსახურება. ეგრეთ წოდებული ტერმინალი, სადაც მხოლოდ უცხოელ მძღოლებს ემსახურებიან. კარგად დაცული ტერიტორია, რომელსაც მავთულ-ხლართიანი გალავანი იცავს. სასადილო, სასტუმრო და მეძავის მომსახურება. სატვირთო მანქანების თურქი მძღოლებისთვის აქ სრული კომფორტია. ქართველებისთვის შესვლა აკრძალულია. თუმცა ობიექტის მფლობელიც, მეიჯარე და აქ მომუშავე პერსონალიც ქართველები არიან. Sono? Aver moved, coach, move. Ragina to Twitter. Eko same 4 დღესին და სტუმარიკაცია და ისე ვახშე უნდა. თურქია? არა, რუსეთიდან ჩამოსული. სარაი პარკი ხაშურის ტრასის მიმდებარე ტერიტორიაზე სოფელ გომთან ფუნქციონირებს. ტერიტორია და შენობა შპს ევრას ბალანსზეა, რომლის მფლობელიც ბიზნესმენი და ქართული ოცნების ამჟამინდელი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ვალერი გელაშვილია. გელაშვილის კუთვნილი ფართი ამჟამად გაქირავებულია. ბიზნესმენმა შპს ევრას ბალანსზე არსებული ფართი ტრისტან ქურდაძეს იჯარით 2011 წლის 1 ოქტომბერს გადასცა. ბიზნესმენი პროსტიტუციის მფარველობაში ადგილობრივებმა მას შემდეგ დაადანაშაულეს, რაც ოცნების ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა გორის აქციაზე შეკრებილ მოსახლეობას გელაშვილი ხაშურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად წარუდგინა. გომთაროა შემოსასვლელში გელაშვილის ლოკანტაროაშვილი გახსნილი როა და თურქის კაცები საკმაოდ დიდ თანხას რო იხდიან ამ ჩვენ ქალებზე მის მიმართ და რო გამდიდრდა გელაშვილი მისი ბიზნესია ნამდვილად. ესა წლების მანძილზე ვიცით ყველა. თელმა სოფელმა, მარტო მე კი არა, თელმა სოფელმა. ტრისტან ქურდაძე მის დროებით მფლობელობაში არსებულ ფართზე პროსტიტუციის არსებობას კატეგორიულად უარყოფს, თუმცა ადასტურებს, რომ ობიექტის მფლობელი ვალერი გელაშვილია. ეს შენობა არის შპს ევრას დირექტორი არის ვალერი გელაშვილი. ნაქირავები მაქვს მე, თავის დროზე ვიხდი, პრობლემა არაფერი არ მაქვს. არც იმას არ აქვს ჩემგან პრობლემა. არ არსებობს ვარიანტი, საროსკიპო აქ არ არსებობს. გამოდიწყულია. კატეგორიულად უარყოფს ტერმინალზე საროსკიპოს არსებობას ადმინისტრატორი ნინო მესხიძეც. მფლობელობაში ხენ არის? არა, ნამდვილად შპს ევრა ხო არის? ნამდვილად არ ვიცი და ვერანაირი ინფორმაციას ვერ მოგცემთ. საღამოობით ეს სასტუმრო საროსკიპოს დანიშნულებას ხო არ იწევს? როგორი ქმარი და ოჯახი მყავს. აქ არავინ არ გამომაგზავნის. ეს არის უცხოელები, სასადილო უბრალოდ მეტი არაფერი. ახლა ვის მოიყვანს გვერდზე, ვინ აყავს, ამას ვერ გეტყვით რაც. ადმინისტრატორის გულწრფელობაში რომ დავრწმუნებულიყავით, ჟურნალისტმა ის ფარულად ჩაწერა. ჩანაწერში კარგად ჩანს თუ როგორ სთავაზობს მესხიძე კლიენტს კომერციული სექსმუშაკის მომსახურებას. ჩანაწერში მესხიძე იმასაც აღნიშნავს, რომ ეგრეთ წოდებული ტერმინალის მეპატრონი ვალერი გელაშვილია. გელაშვილი დეპუტატია, ეხლა მგონი ბიზნესმენია, ხო? იმის ობიექტია ეს ყველაფერი. ეხლა არჩევნებში უნდა იყაროს გელი? მე მგონი არ არის. იმიტომ რომ ეს არაფერი არ დაუკვირდეთ. რესპონდენტის უსაფრთხოების დაცვის მიზნით მისი სახე უნდა დავმალოთ. კომერციული სექსის მუშაკი პირდაპირ ამბობს, რომ სარაი პარკში მხოლოდ უცხოელებს ემსახურებიან. სწორედ ამ გარემოებამ განაპირობა ის, რომ რეგიონში სხეულით ვაჭრობის ფაქტი დიდი ხნის განმავლობაში იმალებოდა და ადგილობრივებმა დანამდვილებით არაფერი იცოდნენ. მე მიყიდა რომ გახო არ თქვა გოგოსთან იყავ. ქართველებთან რა თქვა, რომ მე მოხდები. ქართველები რა ხდება რა? რატო? რა მნიშვნელობა აქვს? ქართულია შეიძლება? რატო თურქები?
უცხოელები ესე იგი. ერთადერთად გამიკვირდა დოლარებზე რო იყო. მეთქი რა ხდება. ხო. ქართველები აშენებენ. ვალერი გელაშვილი ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ იცის თუ რა საქმიანობას აწარმოებს ოფიციალურად მეიჯარე ტრისტან ქურდაძე, თუმცა ოცნების კანდიდატი არასოდეს დაინტერესებულა შემოსავლების წყაროს წარმომავლობით. და რა ბიზნესის სისტემასტოებით ინფორმაცია კომუნიკაციის სასადილო გაკეთეს მაგათთან დოლარები აჩერება და როგორც მოგა საქართველოს ობოდა დოლარები აჩერება გამოსათენებდა და ეზოში უხიანი ეზოს გადასახდა და პროგრამაზე მიდია რა. მაგრამ მოსახლეობის ინფორმაციით და ასევე ჩვენ გადავამოწმეთ რომ ობიექტი რომელიც თქვენ გაქვთ გაქირავებული მეზავები უცხოელი მწვავეს სემპლატურებია და რამდენად გაფაშინებდა ვინარი არ არის ანუ არის მე ვიცი რომ გაქირავებული არის და ეს ჯამქირავებელი თქვენ გიხდით თანხას კომპანიას უცხია და ბატონები არ დაინტერესებულ ხალხში თანხას რა ბიზნესთან ერთად თანხას გაქირავებული მაგდაიქცენირო ხა ანუ ის პროცესის კერა ამის შესახებ არ დაინტერესებულ ეგრე სამართალდამცავი საუბარი და გაწუხებდი და მე ტრა ხო არავას მოთავსები გასაუბრო პაროლ რახდება და ვალერი გელაშვილი ხაშურში ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია. ხაშურელებმა მას ოდესღაც ნდობა გამოუცხადეს. გელაშვილი საქართველოს პარლამენტის ორგზის დეპუტატია. უცნობია გამოუცხადებენ თუ არა ამჯერად ხაშურელები ნდობას იმ ბიზნესმენსა და პოლიტიკოს, რომლის სახელითაც სულ სხვა ტიპის ოცნებებსა და სურვილებს ასრულებენ. ეს პრეტენზია არ არის